პრესკონფერენციის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. ვინაიდან ჩვენ თუ გვინდა რომ ცხოვრობდეთ დაცულ გარემოში და დემოკრატიული პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ, როდესაც გვიხდება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებასთან ურთიერთობა, ჩვენ უნდა ადვოკატთა კორპუსს ჰქონდეს უფლებები, რომლითაც ჩვენ შევძლებთ სამოქალაქო საზოგადოების დაცვას. თქვენ კარგად გახსოვთ შორეულ წარსულში, რომ წავიდეთ სააკაშვილის რეჟიმმა 157 ადვოკატი გაასამართლა. ეს იყო კატასტროფული მოვლენა, თვითონ მსოფლიო ისტორიასაც არ ახსოვს, რომ 5%-ზე მეტი ადვოკატები გაესამართლებინოთ და ციხეში დასულიყვნენ. როდესაც მე ვიყავი შეშფოთებული ადვოკატთა კორპუსის დევნით, მე მივმართე ევროპის კავშირის პრეზიდენტ ბაროზოს, მოვითხოვე სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, კუბლაშვილის და კალმახელიძის პერსონა ნონ გრატა ცნობა და რაღაცნაირად შევაჩერე ადვოკატთა კორპუსზე ძალადობა. ევროპის ადვოკატთა ასოციაცია ჩაერთო ამ პრობლემის მოგვარებაში და როცა ჩამოგზავნენ საქართველოში, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა ადეიშვილმა აიღო ვალდებულება, რომ ადვოკატების დაკითხვები შეწყდებოდა და თავის საქმეზე ადვოკატს აღარ დაკითხავდნენ. ასევე იქ ხდებოდა შეთანხმება, რომ ადვოკატსა და პროკურორის უფლებები უნდა გათანაბრებულიყო. როდესაც მოვიდა ახალი ხელისუფლება, ეს იყო სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული ხელისუფლება. პირველი რაც გაკეთდა განცხადებები, ეს იყო პარლამენტში თუ პრემიერ-მინისტრის მხრიდან უნდა ყოფილიყო საქართველოს სამართლიანი სასამართლო. ეხლა მე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება სამართლიან სასამართლოს ცნებაზე. სამართლიან სასამართლო თქვენ კარგად იცით, ეს არის ევროკონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნა. ევროკონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნა. ანუ ყველა მოქალაქის უფლება ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო. დღეს ჩვენ ქვეყანაში რომ სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, ამას ყველა აღიარებს. კი ბატონო, მე არ შევხვები ვარ, ასე რომ Okay. Ბატონო, მე მითხარით. ესე იგი, პატრიცემოლებო, ევროკონვენციის მე-6 მუხლი, ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი პრინციპია მხარეთა თანასწორობა. ესამ რა არის მხარეთა თანასწორობა? ეს არის პროკურორისა და ადვოკატის ფუნქციები და როლი უნდა იყოს გათანაბრებული, რომ მათ შეცვლონ, დაიცვან ისეთ პირობებში პირი, როსაც ამას აკეთებს ბრალდება. ანუ ადვოკატს უნდა ჰქონდეს იმავე პირობებში ბრალდების მოწმეების დაკითხვის უფლება, როგორც ეს აქვს პროკურორს და ადვოკატს უნდა ჰქონდეს იგივე უფლება, რომ გამოითხოვოს მტკიცებულებები, როგორც ეს აქვს პროკურორს. როდესაც საქართველოს ჩამოვიდა მსოფლიოს ადვოკატთა ასოციაცია, თქვენ გახსოვთ რამხელა აჟიოტაჟი იყო ეს. 3 ნოემბერს უკვე ახალი ხელისუფლებაა მოსული საქართველოს სინამდვილეში და მათ დადეს დასკვნა, რომ საქართველოში პროკურორისა და ადვოკატის უფლებები უნდა გათანაბრდეს და მაშინდელმა იუსტიციის სამინისტრომ, უпростоოდ ახალმა იუსტიციის სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ საქართველოს პარლამენტში შევიდოდა ინიციატივით, რომ ადვოკატისა და პროკურორის უფლებების დაახლოება მომხდარიყო. ქალბატონმა წულუკიანმა შეასრულა ეს დაპირება და შედის პარლამენტში მოთხოვნით და ითხოვს იმ ორცულებას, რადგანაც ადვოკატთა კორპუსი ვამახვილებდით ყურადღებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლი. სისხლის სამართლის 111 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ადვოკატს უფლება არ აქვს მიმართოს შუამდგომლობით ამოღებისა და ჩხრეკვის თაობაზე. ანუ დააკვირდით, ადვოკატს სასამართლოსადმი უფლება არ აქვს მიმართვის. ეს უკვე არის ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, ანუ მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა. ეხლა რაში გამოიხატება ეს მიმართვის უფლების არ ქონა? მაშინდელმა სასამართლომ და დღევანდელი სასამართლო პრაქტიკა წასულია იქით, რომ როდესაც ადვოკატი ითხოვს ინფორმაციის გამოთხოვას, პატრიცემულებო, ადვოკატს ეუბნებია, რომ ეს არის ამოღებაო. აი მაგალითად ერთ მაგალითს მოგახსენებთ მე, რომელიც მოხდა 4 წლის წინ მოსამართლე ვაჟა ფუღაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატ ლევან სამუშიას მოთხოვნა კომპანია ჯოსელიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე, სად იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის დროს მისი კლიენტი. კერძოდ, ადამიანს აბრალებდნენ ყაჩაღობის ჩადენას. ეს პირი ამბობდა, რომ მე ვიყავი ბათუმშიო და თბილისში წაუყენეს მას ბრალი ყაჩაღობაზე. და ადვოკატს, რომელმაც იცოდა, რომ ეს ადამიანი იყო მართალი, მიმართა სასამართლოს და სასამართლომ უთხრა 111 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შენ უფლება არ აქვს სასამართლოს მოთხოვო ამოღება. ანუ ინფორმაციის გამოთხოვა გაიგივეს ამოღებასთან. მე იმიტომ ჩავატარე ეს პრესკონფერენცია, რომ უბრალოდ თქვენ ჟურნალისტებმა მინდა გაიგოთ ეს რამხელა პრობლემური თემა. ეს მთელ სამოქალაქო საზოგადოებას ეხება და მთელ ჟურნალისტთა კორპუსს ეხებათ, იმიტომ რომ დღეს საქართველოში არის ორი თავისუფალი პროფესია. ეს არის ადვოკატი, არის ჟურნალისტი.
ეს იგივეა 111 მუხლი ჩვენთვის რაც თქვენ ეხლა რომ წაიღოთ რა ქვია ეს ინფორმაცია და გითხრა რომ უფლება არ გაქვთ ეს ინფორმაცია გაუშვათო. დღეს ყველა მოქალაქე არის დაუცველი თუ ადვოკატს არ აქვს ელემენტარული უფლებები. თუ ადვოკატს არ შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის საჭიროა და რომელიც ადასტურებს რომ მისი კლიენტი უდანაშაულოა, ამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარება არ უწერია. როდესაც ამბობს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი პრემიერი და სხვა პოლიტიკოსები რომ მათ სურთ სამართლიანი სასამართლოს პრინციპის აღდგენა, ეს არის სამარცხვინო ფაქტი და მე მინდა გითხრათ რომ სამოქალაქო საზოგადოების თვალში რაც არის შეყრა და მოტყუება, იმიტომ რომ თუ ადვოკატს არ აქვს უფლება, ადვოკატი არის ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე სასამართლო პროცესში, როგორც პროკურორი, ხო? თუ პროკურორს აქვს ყველა უფლება რომ ადამიანს ბრალი წაუყენოს, უკანონო იქნება ეს კანონიერი, ეს მეორე საკითხია. თქვათ ვინმე ადამიანი დღეს თქვენ ჟურნალისტი რაღაცაზე დაგიბარეს და წაგიყენეს ბრალი და გეუბნებიან რომ იცი რა თქვენ ჩაიდინეთ ყაჩაღობა და იქ არიყავით. და ამისი მტკიცებულება არ აქვს თქვენ. და ადვოკატს ეუბნებით რომ იცით რა მე იქ ვიყავი. ადვოკატს უფლება არ აქვს ამოიღოს მტკიცებულება რომ თქვენ იქ იყავით. რანაირად შეიძლება საქართველოში მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვა. რანაირად შეიძლება საქართველოში ვილაპარაკოთ სამართლიან სასამართლოს პრინციპზე. როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროკონვენციის მე-6 მუხლზე, ანუ სამართლიან სასამართლოს უფლებაზე, პირველ რიგში ეს არის მხარეთა თანასწორო უფლებიანობა. მხარეთა თანასწორო უფლებიანობა თუ დარღვეულია და პროკურორისა და ადვოკატის უფლებები არის განსხვავებული, აქედან გამომდინარე, სამართლიან სასამართლოს უფლება საქართველოში ვერ მოხდება. მე, როდესაც უყურებ დღეს აი იუსტიციის საბჭოს რეფორმირება მიდის, მოსამართლეთა კორპუსის შეცვლა უნდა, მაგრამ პირველი პრინციპი ავიწყდებათ ყველას რომ ამას არაფერი არ ჭირდება. ამას ჭირდება საკანონმდებლო დონეზე რეფორმა. მთელი საერთაშორისო საზოგადოება თხოვდა მაშინ სააკაშვილის რეჟიმს რომ ეს რეფორმა ჩაეტარებინა და მიიღოს გადაწყვეტილება რომ პროკურორს არ ქონოდა გაზრდილი უფლებები. მე მინდა გაგახსენოთ, როდესაც ახალ სისხლისამართლის საპროცესო კოდექსს იღებდნენ და ევროპელებს და ამერიკელებს წარუდგინა სააკაშვილმა ეს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსი 111 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ადვოკატს ეს უფლებები ჰქონდა. სანამ შევიდოდა ძალაში, ჯერ ერთია ჩვენა სააკაშვილის რეჟიმმა, უცხოურ ექსპერტებს, მათ თქვეს რომ ეს ძალიან კარგი პროცესია და შემდეგ მაშინ შეიტანეს 48 ცვლილება. და 48 ცვლილება შეიტანეს სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგოდ. კერძოდ ადვოკატს მოუსწრეს ყველანაირი შანსი, რომ მას შეძლებოდა ადამიანის უფლებების დაცვა. დღეს ახლა პარლამენტმა რა გააკეთა? მე მინდა მოგახსენოთ ამ პარლამენტის აი მართლაც უნამუსო საქციელზე, რაც ჩაიდინა სისხლისამართლის კომიტეტისა ხვალაძის კომიტეტმა, ანუ იურიდიულმა კომიტეტმა. ეხლა რა გააკეთეს? როდესაც წულუკიანი შევიდა მოთხოვნით, რომ ადვოკატისა და პროკურორის უფლებები უნდა გათანაბრებულიყო, ანუ 111 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ადვოკატს უნდა ჰქონოდა უფლება, რომ მიემართა სასამართლოსათვის ჩრეკვისა და ამოღების თაობაზე, პირველი მოსმენით პარლამენტმა ეს ცვლილება დაამტკიცა. მეორე მოსმენის დროს, ისე რომ არავის არ შეატყობინეს ქურდულად, ხმალაძის კომიტეტმა 2014 წლის სექტემბერში გადაიტანა ამ კანონის ამოქმედება. მაგრამ ისეთი ჩანამატი გააკეთა, რომ ადვოკატი 111 მუხლით ვერასოდეს ვერ ისარგებლებს. კერძოდ, სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 120 მუხლში, მე-10 პუნქტში შეიტანეს ცვლილება, რომ ადვოკატის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, საგანი ან დოკუმენტის გამოკვლევის უფლება პირველად აქვს ბრალდების მხარეს. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? კერძოდ, თუ ადვოკატმა მოითხოვა და ამოიღო ინფორმაცია, ადვოკატი ამ ინფორმაციას იღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროკურორი წაიღებს, შეამოწმებს და მე პროკურორი გადაწყვეტს, იცი რა, თუ ეს ადვოკატისთვის კარგია, არ მისცემს და თუ ადვოკატისთვის ცუდია, მისცემს. აი ეს ფეოდალური ცვლილება შეიტანა საქართველოს პარლამენტმა 111 მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებაში და ამით ადვოკატი ვერცროდის ამ უფლებით ვერ ისარგებლებს და ეს თანაც გადაიტანა 2014 წლის სექტემბერში. ადვოკატს ჰქონდა ერთი პოზიტიური უფლება, ეს იყო სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 84 მუხლი, როცა მას შეეძლო წარედგინა გამონაკლისის წესით ისეთი მტკიცებულება, რომელიც თქვა წარდგენილი არ იყო და არ მონაწილეობდა მხარეთა შორის გაცვლის სტადიაზე. ეს უფლება 2014 წლიდან უქმდება, ვინაიდან 111 მუხლო ამოქმედებაო, პროკურატურა ასე ფიქრობს, რომ ადვოკატებს არ ქონდეთ ზედმეტი უფლებებიო, თანაც ადვოკატი ამ 111 მუხლის მეორე ნაწილს ვერცროდის ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ 120 მუხლის თანახმად უკვე პროკურატურამ უნდა გამოიკვლიოს ეს მტკიცებულება და მოქალაქე ხდება დაუცველი. ვერც ერთი მოქალაქე, რომელიც იყვას ადვოკატს,
არ იქნება დაცული, იმიტომ რომ ადვოკატს არანაირი უფლება არ აქვს. აქედან გამომდინარე, უკვე ხდება პრეტენზიები ადვოკატებთან მიმართებაში, შენ რატომ ვერ მოიპოვეს მტკიცებულა, რომელიც მე მომართლებდა, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირ ბნელეთში დატოვება, ბოლშევიზმის ერაში დატოვება და ეს არის ფეოდალური ცვლილება, რაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. თან თქვენ კარგად იცით, როდესაც ძველი პარლამენტი ანუ კუბლაშვილი რაღაც ცვლილებას ამზადებდა, მე ხან ერთ საელჩოსთან დავიდებდი ბორკილებს, ხან მეორესთან და კანონსაწინააღმდო ცვლილებებს ბლოკავდი ადვოკატებთან მიმართებაში. ხან ევროპის ადვოკატთა ასოციაცია ჩაუმყავდა, ხან მსოფლიოს ადვოკატთა ასოციაცია. ეხლა პოსტფაქტუმ გააკეთეს ისეთი რამე, რომ ვერავის ვერ გაეგო და ჩუმად ღამე ისე რომ არ განხილულა, ჩაასწორეს 111 მუხლში, 120 მუხლის მეათე პუნქტი. და როდესაც უკვე მიიღო მეორე მოსმენით პარლამენტმა, მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ აქედან გავიკეთ. ანუ რა განსხვავება პატივცემულებო? იქ პალიკო კუბლაშვილი იჯდება, თუ იჯდება ვახტანგ ხმალაძე, რომელზეც ამობერო წესიერი კაცია, მაგრამ აღმოჩნდა უსუფაშვილი და ხმალაძე მარიონეტები შინაგან საქმეთა სამინისტროში და მთავარი პროკურატურის. აი რა განსხვავება? ფაქტობრივად სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ერთადერთი შანსი, რომ აიყვანოს ადვოკატი, რომელსაც ექნება უფლებები დაადასტუროს ამა თუ იმ პირის უდანაშაულობა. დღეს გამოდის, რომ ადვოკატს რო იყვან, გამორიცხულია შენ ადვოკატმა გაგიწიოს სრულფასოვანი დახმარება. ამიტომ საწოდავი ადვოკატები მიდიან ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლოში, იქ 5 წელი იწელება პროცესი და მთელია ზრისხვა. წამოვა იმ ადვოკატზე, ვინც ესა თუ ის პროცესი წააგო. მაგრამ ეს საიდან მოდის, რატომ მოდის და სამოქალაქო საზოგადოება რატომ არის დაუცველი, ეს უკვე დღესავით ნათელია. გუშინ მე უსმენდი ბატონ პრემიერ-მინისტრის 26 მაისის მისალოც გამოსვლას და მან თქვა, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, როგორც ადვოკატებმა, როგორც მოქალაქეებმა, ასევე ხელისუფლებამო. მე მინდა უთხრა მას და უთხრა უსუფაშვილს, რომელმაც მართლა ეს უნამუსო მოქმედება ჩაიდინა ხმალაძესთან ერთად. ვერანაირ დემოკრატიულ საზოგადოება ვერ იქნება, თუ საქართველოში პროკურორებს ექნებათ იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე ჰქონდათ. როდესაც დღეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში ამბობდნენ, რომ იცით რა, მათთვის მიუღებელი იყო სააკაშვილის განხორციელებულ რეფორმა, რომ სასამართლო ხელისუფლების შემადგენელი იყო პროკურატურა და გამოვიდა ვითომ პროკურატურა და ამან აღაშფოთა. თქვენ იცით ეს განცხადებები, ხო? დღეს პროკურატურა უფრო ძნელდება საკანონმდებლო დონეზე, ისევ არის დამოუკიდებელი და სასამართლოს შემადგენელი ნაწილი არ არის. დღეს პროკურატურას აქვს უფრო მეტი უფლება ვიდრე ადვოკატს და მე არ ვიცი თქვენ იცით თუ არა ჟურნალისტებმა, მაგრამ ეგეთ საიდუმლო ცვლილებაში აქვთ პროკურატურის შესახებ კანონში და ძალიან გთხოვთ რომ ამით დაინტერესდეთ. პროკურატურას ექნება, ეხლა ხო ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს, ანუ გენერალურ ინსპექციას პროკურორის მხრიდან ჩადენი დანაშაულის გამოძიების უფლება. ეს უფლება აღარ ექნება იუსტიციის სამინისტროს და ეს უფლება გადადის მთავარ პროკურატურაში. ესე იგი, თუ პროკურორი ჩაიდენს დანაშაულს, თუ პროკურორი უკანონოდ დაგაკავებს, ის პროკურორი გამოიძიებს ისევ, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ანუ იმისი ზემდგომი. თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში, რომ რომელიმე პროკურორმა ზემდგომთან შეთანხმების გარეშე ადამიანის უფლებები დაარღვიოს? ანუ პროკურატურა ხდება რაღაც მონსტრი, უფრო დიდი მონსტრი, ვიდრე იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს და ჩვენ თუ ეხლა ამაზე სამოქალაქო საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, ადვოკატებმა ხმარ ამოვიღეთ, ჩვენ მივდივართ ბნელეთისკენ, რა ბნელეთშიც ვიყავით, უფრო დიდ ბნელეთისკენ, იმიტომ რომ არ შეიძლება როგორც გინდა კარგი პროკურორი იყოს, მთავარი პროკურორი, როგორც გინდა კარგი პრემიერ-მინისტრი იყოს, არ შეიძლება ქვეყანა მართოს პიროვნებამ, კანონმა უნდა მართოს ქვეყანა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კანონმორჩილები გავხდეთ. კანონი უნდა იყოს იმის გარანტი, რომ მე უნდა ვიყო დაცული, ზაზა ხატიაშვილი. მე მომწონს დღევანდელი ხელისუფლება თუ არ მომწონს, ხო? მე უნდა კანონმა დამიცვას. აი კანონით რო ვიქნები დაცული, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო და ეს არის დემოკრატიული განვითარება. დღეს კანონი არის არასამართლიანი. არასამართლიანი კანონები არ სწორდება. ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დააკავონ, ნებისმიერ მოქალაქეს რაღაც ჩაუდონ, ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აიძულონ, რომ კანონსაწინააღმდეგო მოქმედება ჩაიდინოს, თუ ადვოკატი მოისურვებს და დაამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა, მტკიცებულებებს მაინც ვერ მოიპოვებს. აქედან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს პრინციპი ირღვევა. მე ძალიან მინდა ყველას გთხოვოთ, მე ერთი თვის წინ გავაკეთე ეს მოწოდება და მე გთხოვეთ ჟურნალისტთა კორპუსს, რომ ეს არის ისეთი დარღვევა პატივცემულებო, ამაზე ხმა უნდა ამოიღოთ. იმიტომ რომ არ არსებობს, ჩვენ თუ ეს დავთმეთ დღეს პარლამენტმა, ის გააკეთა რომ ადვოკატები დატოვა უფუნქციოდ. ეხლა მე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატი არა ვარ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. ადვოკატები ამას რო ვითხოვთ პატივცემულო, ჩვენთვის კი არ ვითხოვთ.
ამით ჩვენაც ფული გვემატება, უფრო ნერვიულობა გვემატება, რომ მოვიპოვოთ მტკიცებულება. ვითხოვთ თქვენთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ვითხოვთ იმიტომ, რომ კონვენციის მე-6 მუხლი ამ ქვეყანაში ამოქმედდეს. სამართლიან სასამართლოს უფლება. ჩვენ ეს უფლებები არ გვჭირდება თქვენი დაცვის გარეშე. ამიტომ როცა ვამბობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა დავიცვათ, მთელი ჟურნალისტთა კორპუსი ამ შემთხვევაში უნდა დადგეს ადვოკატთა კორპუსის გვერდით, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება დავიცვათ. ამას ეს რო იყოს იმის გარანტი, რომ ადვოკატებმა რაღაც ისეთი უფლება მივიღოთ, რომ ჩვენი ფინანსური კეთილდღეობა მოვიპოვოთ, მაშინ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არასწორია, მაგრამ როდესაც ამით სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება განადგურდეს. თქვენ წარმოგიდგენიათ, თქვათ, 1-2 წლის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, ხელისუფლებას მოუნდეს რაღაცები გააყალბოს, ადამიანებს რაღაცები ჩაუდოს, უკანონო რაღაცები ჩაიდინოს, რით უნდა დავიცვათ ჩვენ თავი? ვინ არის დამცველი? ვინ დაგიცავს? პროკურორი დაგიცავს? ადვოკატმა როგორ უნდა დაგიცვათ? თავისუფალ კითხვას. თქვათ ჟურნალისტებს ვინმე დაგესხათ თავზე. მე არ შემიძლია ამოვიღო ფირი ელემენტარულად ადვოკატმა, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენ ხართ მართლები. ან საწოდავ ვინმე ადამიანი, თქვათ პოლიტიკოსი, რომელიც არ არის ამ პოლიტიკური, თქვათ ელიტის მომხრე, რაღაცნაირად მოხდა მასთან მიმართებაში უკანონობა. ყველგან არის ვიდეოფირები, თქვენ ხომ კარგად იცით რა? და ამის წვდომა ადვოკატს თუ არ ქონდა და ვერ ამოიღო მტკიცებულება და თუ ამოიღო ეს მტკიცებულება, ჯერ პროკურორმა უნდა ნახოს იქ რა არის და მე ადვოკატს გადაცეთ. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების განადგურება. როდესაც მე ზაზა ხატიაშვილი ამას ვაპროტესტებ, თქვენ ხედავთ, რომ არასამთავრობო სექტორს, რომელიც ხდება პრემიერ-მინისტრის არჩევენ და მე ყველგან გზა მაქვს დახურული, არ არსებობს არც ერთ შეხვედრა, მე წარმოვადგენ 4000 კაცს და არასამთავრობო ორგანიზაცია ზოგიერთ წარმოადგენს 10-12 ადამიანს. იმ 10-12 ადამიანს წვდომა აქვს, რომ მივიდეს და ვთქვათ, დოკუმენტები აჩვენოს, რომ ეს არ შეიძლება და მე ზაზა ხატიაშვილი როგორ პერსონალ კონგრანტა ვიყავი სააკაშვილის რეჟიმის დროს, ისე დავრჩი დღეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. თუ მე გამოვალ და რა ქვია, უსუფაშვილის მაიკას ჩავიცვალ, მაშინ პარლამენტშიც დამიძახებენ, ნებისმიერ შეხვედრას დამიჯახებენ. მე ვიცავ სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და უსუფაშვილი დაარღვევს თუ ბაქრაძე, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ბოდიშ კითხვა გქონდა თქვენ. არა, პატიცემულო, ეს უფლებები ჩვენ არ გქონდა. 111 მუხლის მეორე ნაწილი სააკაშვილის რეჟიმის დროს რომ მიიღეს, ეს უფლება ჩვენ არ გქონდა. ეს იყო 3 წლის წინ ამოქმედა ეს 1 ოქტომბერს ზუსტად 2010 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედა, მაგრამ სანამ ამოქმედებოდა სიცხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 2010 წელს ხო იყო განხილვები. სანამ ამოქმედებოდა ჩვენ ეს უფლება გქონდა. პირველი ის რო იყო, რა ქვია, წარდგენა საერთაშორისო ორგანიზაციებზე კარგია პროცესი თუ არა. სანამ ამოქმედებოდა ამოიღეს და ამოქმედეს უკვე ესე, რომ არ ქონოდა ეს უფლება. შემდეგ მე რო გავხდი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ამას ვაპროტესტებდი, რომ ეს არ შეიძლება. როგორ შეიძლება ადვოკატს წართვა უფლება მიმართოს სასამართლოს? მე ხო არ ვიძახი, რომ ეს დოკუმენტი მე უნდა მომეცეს. აქ ლაპარაკია სასამართლოს მიმართვის უფლება არა გვაქვს. ადვოკატს რომ ეს დოკუმენტი გამოვითხოვო, შეიძლება პატივცემულებო, რომ ჯოსელ და ნომრის ამოღების უფლება არ მქონდეს ადვოკატს. ეს ხო კატასტროფაა, ხალხო. ეს არის 21 საუკუნე, ეს არის ფეოდალიზმი, რა ფეოდალიზმის ხანაში დაბრუნება. შემდეგ როდესაც მსოფლიო ადვოკატთა ასოციაციამ თქვა, რომ ეს არ შეიძლება, ეს თქვა ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ და მოითხოვეს ძველი ხელისუფლებისაგან ამ ცვლილების გატარება, ძველმა არ გაატარა, აქედან გამომდინარე მან წააგო, ხო არჩევნები. რომ არ დაარღვია მოქალაქეთა უფლებები. მოვიდის ახალი იუსტიციის მინისტრი და მე მას ძალიან დიდ პატივს ავცემ ქალბატონ თეატოლუკიანს, მართლა შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ნათელი წერტილია დღევანდელ სახელისუფლებო წრეებში, იგი შედის და ამბობს წინადადებით, რომ ეს უფლება ადვოკატებს უნდა ჰქონდეთო. პირველი მოსმენით პარლამენტი ეთანხმება ამას. ჩვენ ვართ დამშვიდობლები და მეორე მოსმენის დროს, ისე რომ განხილვები არ ხდება, 2014 წლის სექტემბერში გადადეს ამის ამოქმედება და ჩაამატეს, რომ თუ ადვოკატმა შუამდგომლობით მოიპოვა რაღაც მტკიცებულების გამოთხოვა, ადვოკატს კი არ უნდა გადაეცეს ეს მტკიცებულება, ჯერ პროკურორმა უნდა ნახოს. ხო, მესამე მოსმენამდე მე თქვენ გახსოვთ პრემიერ-მინისტრს მივწერე წერილი, ღია წერილი და პარლამენტის თავმჯდომარე და ვთხოვე რომ ხალხო არ დაუშვათ მეთქი საქართველოს ფეოდალიზმის ერაში დატოვება, არც ერთიდან მიმიღია პასუხი, არც მეორედან. პირიქით მეცხრე არხზე ხდება ამის განხილვა ტელეკომპანიაში ქალბატონ ბერიძესთან და მე მთიშავენ ამ პროცესიდან, მე არავინ არ მეკითხება და იქ იწვევენ პირებს
ეს არის ქალბატონი ლია მუხაშაურია, ქალბატონი ეკაბესელია და ქალბატონი ეკატერინა პოპხაძე. იმ იმედით ეთყობა, რომ იტყვია, რომ მე არა ვარ მართალი. მაგრამ სამივე ქალბატონი ამბობს, რომ ეს არის კატასტროფა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უჭერენ მყავს. თვით ქალბატონი ეკაბესელიაც, იმიტომ რომ ესეთი რამ, რომ ადვოკატს უფლება არ ქონდეს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, ესეთი რამ არსად არ ხდება. ეს ხდება მარტო საქართველოში და ეხლა მე თქვენ გეკითხებით, თქვათ, ვიღაცას მომდა 2014 წლამდე ადამიანს უკანონო დაკავება. და 2014 წლამდე ვინმე არის გარანტი იმისა, რომ ეს ხელისუფლება კანონიერ დააკავებს ყველას? ეს ხო წარმოუდგენელია, ხო? გოსმის ჩვენ ადამიანების ცემა, წამება, თქვენ კარგად იცით, მე გავახმაურე სოზაშვილების ცემის ფაქტი პოლიციელები თავს რო დაესხნენ და ადვოკატმა მოითხოვა ინფორმაცია სოზაშვილების საქმეზე, რომ ამოეღოთ მტკიცებულება პროკურატურას, როცა ეს პირები შეიყვანეს პოლიციის დაწესებულებაში და ფირი არ აღმოჩნდა. წარმოგიდგენიათ პოლიციაში რომ შეყავთ პირები, თუმე ფირი არ არსებობს. რამოდენიმე ფირია, ხო? თუ აქედან გამომდინარე, მე თუ მექნებოდა უფლება რომ სასამართლოს მეშვეობით ამომეღო, აღარ დამჭირდებოდა ეს პროკურატურა დავამტკიცებდი ეს ადამიანები რომ ნაცემები არიან, ვის მიყავთ და ასე შემდეგ. ანუ ყველა მოქალაქე არის დაუცველი. დღეს ბევრს საუბრობენ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ აღადგინა სამართლიანობა, სამართლიანობა აღადგინა, როცა სააკაშვილის დროს არის ჩადენი დანაშაული. აბა თავის დროს რომ მოხდა დანაშაული პროკურატურის და პოლიციელების მხრიდან. როცა ხდება ადამიანების ცემა, წამება, რომელიმე ადამიანი არის დაკავებული? ესე იგი გამოდის, რომ აი მე ის ქურდია, მაიმუნია და ის უნდა დავსაჯო, მაგრამ აი ჩემ დროს თუ ჩაიდანს, არ უნდა დავსაჯო. ამიტომ ადვოკატმა რომ დაიცვას ეს ადამიანი, ამ შემთხვევაში უძლურია. გამოდის რა? ეს არის ფეოდალიზმი, რომ კეთილი ფეოდალი თუ იქნება, ის კეთილი ფეოდალი ითქვის, რომ იცი რა? აი ეს ადამიანი არ დასაჯოთ, ის დასაჯეთ. ეს იყო აჭარაში, თქვენ გახსოვთ, ასლან აბაშიძის დროს. ასლან აბაშიძე რო იტყოდა, ეს დამნაშავეა, დამნაშავე იყო, ის უდანაშაულა, უდანაშაულა ფაქტობრივად თუ ადვოკატს ეს უფლებები არ აქვს, პატივცემულებო, ჩვენ ბრუნდებით იმ ერაში, რომელიცაც ქვია ფეოდალიზმის ერა. ადამიანზე ხარ დამოკიდებული, იცი რა? მოდი ამას დავიჭერ, ამას არ დავიჭერ. კანონზე მაღლა დადგა დღეს ხელისუფლება და ეს არის კატასტროფა. თქვენ გახსოვთ მე 2005 წელში ჟურნალისტებს რომ მოგიწოდეთ, რომ მიქიაშვილის საქმეზე ხმა ამოიღეთ მეთქი. თორე ქუჩაში დაიწყება დახვრეტები მეთქი და ყველა ტელევიზია გადასცემდა, რომ მიქიაშვილმა პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა. 2012 წელში 6 წელი ვიდავე. მოვიგეს პროცესი, უპრეცედენტო პროცესია. სამ შემთხვევაში დადგა მესამე მუხლი წამება არადამიანური მოპყრობა. და იქამდე მე რა გავიარე, ასობით ადამიანი დახვრეტეს ქუჩაში, ხო? ეხლა რომ ვამბობ პატივცემულო, მე ხო პოლიტიკოსი არა ვარ, არ მინდა საერთოდ პოლიტიკისკენ გახედვა. ხედავთ რომ მე არსად არ გამიხედია, მით უმეტეს რომ ამის სურვილი ბევრს გქონდა. მე მინდა რომ დღეს ქუჩაში არავინ არ დახვრიტოთ. ღმერთმა დაგვიფაროს თუ ვისმე დახვრეტავენ, ადვოკატს უნდა გქონდეს უფლება ეს ადამიანი როგორმე დაიცვას პრევენციის მიზნით, რომ სხვა აღარ დააკავონ, სხვას ნარკოტიკი აღარ ჩაუდონ და ასე შემდეგ. მე ვარ 4000 ადვოკატის წარმომადგენელი. მე მაქვს ყოველდღიური ინფორმაცია რა ხდება პოლიციაში. მე მინდა გითხრათ, რომ პოლიციაში და პროკურატურაში არის საგანგაშო მდგომარეობა. ცუდი რაღაცები ხდება. და ადვოკატები რომ მიდიან 10 საათი არ უშვებენ ზოგს. რაც იყო ამ ქვეყანაში და მე მინდა ერთი ფაქტი გავახსენოთ ადეიშვილს, როდესაც მე ევროპარლამენტის წინ აქცია ჩავატარე და ბორკილები დავიდე თებერვალში, ხო გახსოვთ ბრიუსელში. იმის შემდეგ ადეიშვილს კაცი აღარ დაუკითხია ადვოკატი. დღეს ეს აღდგა. ადვოკატებს იბარებენ დაკითხვაზე თავის საქმეების გამო. ეს არის კატასტროფული ფაქტი. მე თუ ამაში კატასტროფას არ დავინახავდი, მე მეგონა, რომ ზაზა ხატიაშვილი დავწყნარდებოდი ახლა, დავიწყებდი ადვოკატების განათლების პროცესს და თქვენ კარგად იცით, რომ ყველა ადვოკატს ჩვენ ვამეცადინებთ, რომ ის დაცული იყოს სამოქალაქო საზოგადოება, სავალდებულო საათები დაუდგინეთ, თუ იმას ადვოკატი არ გაივლის, რიცხავთ ასოციაციიდან. და ახლა მეუბნებიან, მე რა თქმა უნდა ამას რომ მასწავლი, ამის უფლება მაინც არ მაქვს. ვერ მოვიფიქრებდი იმას, რაც მოხდა დღევანდელ პარლამენტში. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ამაზე ყურადღება გაამახვილოთ, როგორმე ეს უფლებები ადვოკატებს ჩვენ უნდა მივცეთ. რომ დავიცვათ კი, უკვე ძალას შევიდა. ოღონდ ადვოკატი ვერ გამოიყენებს ამას, იმიტომ რომ დაამატეს 120 მუხლის მე-10 პუნქტი. ეხლა თქვენ წარმოგიდგენთ ეს ბოდიში და ქალბატონები წანდებით, ამას ვეძახით ადვოკატის ამ უფლებებზე ვაიგივე პირველი ღამის უფლებასთან წაართოს ადვოკატ თელი მტკიცებულებები და მე წაიღეო შენ უკვე რომ მოივლისო ყველაფერსო და თუ მინდა მოგცემო თუ მინდა არ მოგცემო საშინელი ფაქტია რა აი ყველაფრის უფლება წაართოს
ადვოკატი არ იღებს, ეგ არის გამომძიებელი იღებს. ოღონდ ვალდებულია ამოღებული ნივთი გადასცეს ადვოკატს. ეხლა გამომძიებელი ამოიღებს ვალდებულია რომ პროკურორს გადასცეს. ანუ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი ამოღებული მტკიცებულება თუ ადამიანმა წაიღო და პროკურორს მისცა და პროკურორმა ეს გამოიკვლია და აღმოჩნდა რომ ადვოკატი ამით საქმეს იღებს. თქვენ წარმოგიდგენიათ აი კონტროლ შეკითხვაზე დაგისვავთ თქვენ. აი მე მაგალითად ადვოკატმა ვიცი რომ თქვენ რაც გამართლებს აი იმ სეიფში არის. თქვენც იცით. მე უფლება არ მაქვს სეიფიდან ის მტკიცებულება ამოვიღო. პროკურორს აქვს. პროკურორი შეუძლია მივიდეს საერთოდ რაც უნდა ის გააკეთოს და ის წარმოადგინოს. ნებისმიერ პროკურორს უფლება აქვს ნებისმიერ მტკიცებულება მოიღოს და მეორე პროკურორს შუამდგომლობის გარეშეც ბევრი ამის გაკეთების უფლება აქვს ასევე მეორე ცვლილება რაც პარლამენტმა დაბლოკა იყო საჯარო დაწესებულებიდან ადვოკატისათვის ინფორმაციის გამოთხოვა ეს მთლიანად რა უყვეს ამას ვერ გავიქი პირველი მოსმენით ხო მიიღეს მეორე მოსმენის მიღების დროს ეს მიღებული აღარ იყო ვერ გამიგია საწავიდა ვეუბნები საწაიღეთ ეს ხო მიიღეთ მეორე მოსმენის დროს ადვოკატს ეძლეოდა უფლება საჯარო ინფორმაცია გამოეთხოვა საჯარო დაწესებულებიდან და ვალდებული იყო საჯარო დაწესებულება მიეცა ეს ინფორმაცია ეს არის ციხესიმართლე საპროცესო კოდექსში არა ყველა ინფორმაციას ვერ გამოითხოვ ხო იმიტომ რომ ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფს როცა იცავს ვალდებულია მისცეს ის ინფორმაცია აი მაგალითად საზღვარი როდის გადაკვეთა როდის გადმოკვეთა გეუბნებიან საიდუმლოა მაგრამ პროკურორს ამის უფლება აქვს შეუძლია პროკურორს დილით მიმართოს და ამოიღოს ინფორმაცია ადვოკატს ეს უფლება ხო უნდა კონდეს ადამიანი მოდის და უნდა დავიცვა მე ადამიანი და მეუბნება რომ აი ეს ადამიანი წავიდა გადაკვეთა საზღვარი და გადმოკვეთა მე მჭირდება რომ ამის მტკიცებულება წარვადგინო უფლება არ მაქვს სასამართლოს მიმართო უფლება არ მაქვს საჯარო ის დაწესებულებიდან ეს ინფორმაცია მოვიპოვო ანუ ფაქტობრივად აი როგორ იცავენ ადვოკატები დღევანდელ სისხლისამართლის პროცესის პირობებში თავის კლიენტებს ეს არის ჩემთვის გამოცანა ყველაზე ცუდი პროცესი რომელიცაც მე შევსწრებილი ვარ როგორც ადვოკატი ეს არის დღევანდელი პროცესი კომუნისტების შემდგომ პერიოდში რომ მიიღეს საპროცესო კოდექსი შევარდნადის დროს ხო იდეალური პროცესი შემდეგ იმიტომ რომ ადვოკატს ნებისმიერი მტკიცებულების უფლება ჰქონდა რომ გამოეთხოვა და ამოეღო და ადამიანი დაიცვა დღეს იმის 50% უფლებები არ აქვს ადვოკატს რაც ჰქონდა იმ სისხლისამართლის საპროცესო კოდექსში ანუ ფაქტობრივად ადვოკატი არის ფიგურა რომელიც უნდა იჯდეს პროცესზე რომ სახელმწიფომ თქვას რომ აი ადვოკატი ხო ყავს ადამიანს და მე გავასამართლე ადვოკატმა წააგო პროცესი ეს არის სახელმწიფოს დღევანდელი ხედვა და ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ხედვა ეს გადმოვიდა დღევანდელი ხელისუფლების ხედვას დღეს ამბობს ხელისუფლება რომ იცი რა მე ბოროტი არა ვარ სააკაშვილი იყო ბოროტი მე არ მაინტერესებს შენ ბოროტი ხარ თუ კეთილი ხარ მე მირჩევია შენ ბოროტი იყო და მე კანონმა დამიცვას ვიდრე შენ კეთილი იყო და შენმა კეთილმა ზრახვებმა დამიცვას მე ხო ვერ დაველოდები მინისტრი კეთილი იქნება თუ ბოროტი ჩვენ საერთოდ არ უნდა გვაინტერესებდეს სამოქალაქო საზოგადოებას მინისტრის სახელი და გვარი ჩვენ უნდა ვიცოდეთ კანონი რომელიც მაინტერესებს მე უფლებას აი ამ ადამიანისაგან დავიცვა თავისი თავი ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში რა უნდა მოხდეს ისეთი რომ ბოლოს და ბოლოს დავისვენოთ და ვთქვათ რომ აი მე მაქვს ამის უფლება და ეს უფლება უნდა გამოვიყენო არ დამთავრდა ამ ქვეყანაში პროკურორიდან იყო მონსტრი შექმნილი სააკაშვილის რეჟიმის დროს დღეს უფლებებს უზდიან პროკურატურას არ და გვეუბნებოდნენ რომ პროკურატურაო კაცო მონსტრიაო და ამხელა უფლებები რა თუნდა კონდესო და თქვენ როდეს ბატონო არა შეტანილია ეს იმაში მე ხო მაქვს ყოველდღიური ინფორმაცია შეტანილია პარლამენტში ეცვლებათა პაკეტი რა დაუდგება წინ ვერ მიიღებენ თუ რა ანუ თვითონ ის ფაქტი რომ შეიტანეს ხო ეს ხო არის საარჩევნო აფიორა საპროცესო არა პროკურატურის შესახებ კანონში შედის ცვლილება ეს არის ძალიან ცუდი როგორ შეიძლება პროკურატურამ გამოიძიოს პროკურატურის დანაშაული აი აქეთ მივდივართ რომ ერთი მონსტრი იქნება ამ ქვეყანაში პროკურატურის სახით შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის რა ქვია უშიშროების გაყოფას რო შეგვპირდნენ
პირიქით შინაგან საქმეთა სამინისტრო მონსტრია, ვინაიდან ადვოკატებს არანაირი უფლებები არ აქვს და ეს ორი მონსტრი როცა მოუნდებათ, ანუ რო გაბოროტდებიან და ბოროტები რო გახდებიან, რასაც უნდა იმას გააკეთებენ და სამოქალაქო საზოგადოებას კანონი ვერ დაიცავთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაიმე პოლიციის უფროსმა უკანონობა არ გააკეთოს და ცუდი პოლიციის უფროსი არ იყოს კონკრეტულ რაიონში, რომ ადამიანს ნარკოტიკები არ ჩაუდოს. ამაზე უნდა ვიყოთ ჩვენ დამოკიდებულები. ეს უნდა ვიფიქროთ. და არა და ჩვენი საფიქრალი უნდა იყოს, კანონი იყოს ისეთი, რომ ვინც უნდა პოლიციის უფროსი იყოს, მაინც ვერ დაარღვევს ჩემ უფლებებს. ეს არის უბედურება. ხო, ახლა გაფიცვასთან დაკავშირებთ არ გაინტერესებთ? ხო, რო იცოდეთ ახლა 30-ში ზეგ ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო